Rod მოусმინე თქვენი პარტიის ლიდერს ახლიდან. თქვა რომ იმ პარტიის რომელიც შენ გეშინოდა და ამ შიშის გამო მიდიოდი არჩევნებზე, იმ პარტიის ლიდერი, მათი აგენტია, 5000 ლარიანი აგენტი არისო. და ხო გჯერა ყობახიძის, ხო გჯერა. ხო და მოგატყვა და გეკაიფებოდა. წლები გეკაიფებოდა მთელი ქართული ოცნება. ამაზეა გათლა რომ აი ვიღაც ტროლი რო არის, ასეთი დებილი არის ამორჩეველიო და ინტელექტუალური ტესტი დადო ყობახიძემ ხა საზოგადოებას დაუდო ტესტი მინიმუმ მის ამორჩეველს რომ აი ხალხო ასეთი ამბავი არისო სულ გაშინებდით ისა მოვაო გლობალის ომების პარტიაო ნაცებს აკონტროლებსო ნაცები მოვლენო და ომში ჩაგვითრევენო ხო ეს უთხრეს ნაცები არის ჩვენი აგენტი მართავდაო ნაცებსო რა თელ ქართულ ოცნების ამორჩეველს რა ვიცი სულში ჩაუფურთხარ ესე ჯუმაცია და არ ემჩნევენ 13-14 წელი რო გატყუებს რაღაც გაშინებს და მე თვითონ აღმოჩნდება იმის უკანაც ეგ რავი პირადზე შეხებაზე ნაკლები როგორ არის ანუ ამდენი ხანი შენი ვისაც ენდობოდი ვისაც რაღაცნაირად იმედით უყურებდი და რაღაცა ფარად წარმოგედგინა დამპალი ნაცების მოსვლაზე იმას გამოდის რომ მოუტყუები ხარ და ის ნაცებიც ჯიბეში უზის თურმე და რა ვიცი როგორც უნდა ისე გათამაშებს ხოლმე ეგ შეურაცხყოფა როგორ არის თქვენ როგორ არიღებთ მაგას რო გააგებინო როგორ დაცინა ეხა ყობახიძემ ხოს ამორჩეველს აი მასობრივად მილიონ ადამიანს დედაუტირა ფაქტობრივად ინტელექტუალურად რა ოდნავ ვაჟი დაატანო და შენ ამშას არის სიცხვილოდ გატყუებდით და მაგრამ ამის მიუხედავად ანუ იმდენად დარწმუნებულია თავის ამორჩევლის პლასტიკურობაში რომ რაღაცა თავის პიარით თუ რაღაც პროპაგანდით რაც უნდა იმას დააჯერებს რომ ესეთ ნაბიჯებიც კი საფრთხეს არ წარმოადგენს რომ ვიღაცა რომ შეიძლება ხო შეიძლება რომ აი ამის თქმამდე დაფიქრდე რომ აი ვიღაცა რომ მიხვდეს ამ ყველაფერს ხო დაკარგულია ეს ამორჩეული ეგრევე და რომ დაიწყოს გავრცელება და რაღაც ინფლუენსერ აკოცები რომ მიხვდნენ რომ კაცო აბა რაც გვაბრძოლებდით ამ ნაცებთან თქვენიანი თუ ყოფილა თავმჯდომარე და იქ რაღაცა ჯიბეში თუ გასა ამდენი მოსულა ჩვენც თქვენ რომ კიო ბიჭებო მომწოხართ რომ აი ნაცების დაბრუნების ნიშნი რამდენს დაურეკია ეთერში ამის ნათქვამი აქვს და ვისი ეშინოდა თურმე თავისივე აგენტების ძირფასო ქართულოსების ამორჩეველო ჩვენ პატრიოტიზმით ვეპყრობით ჩვენ ამორჩეველს ჩვენ შეიძლება ვაკრიტიკებდეთ ჩხუბობდეთ ჩვენ ამორჩეველს მაგრამ ასეთ რაღაცად არ გაკადრებთ არ დროს რაც ირაკი ყობახიძემ გაკადრა ამიტომ ძალიან გთხოვთ კარგად შეხედეთ ამ ყველაფერს ალბათ მიხვდებით რომ ნაცები საფრთხე არის ნაცებზეც ნდობა აღარ შეიძლება იმიტომ რომ ასე იგიტყუებია თან ნაცებს საფრთხე არის ანიშნავს რომ ნაცებს ხმა უნდა მისცე ეს ხო მეორე უკიდურესობა როგორ უნდა მისცე ნაცებს ხმა იმიტომ რომ კოცების მოსყიდულება ყოფილან ლელოს და გახარიას ჩემო ტერმა მისცე ხმა და არჩევანი დასახა ჩვენ მობზანდით არჩევნებზე და გააფეთეთ 26-ე ერთადერთი სწორი არჩევანი იმიტომ რომ აი ამ მარაში უბრალოდ რაც ქვეყანაში ხდება უბრალოდ ალტერნატივა არ არსებობს სამწუხაროდ რაღაც გაგებით ზოგადად კარგი იქნებოდა რომ ბევრი წესერი პარტია იყოს მაგრამ ნუ საბედნიეროდ ჩვენი ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან ამიტომ საბედნიეროდ რომ ჩვენ მაინც ვარსებობთ ამ ყველაფერში იმიტომ რომ იყო პერიოდი როდესაც იგივე სიტუაცია იყო და ჩვენ არ ვარსებობდით და არც ერთ ალტერნატივა არ გქონდათ ასე რომ ქართულოსნებს ამორჩეველო არჩევანი გაგვთ ან აირჩიოთ მატყუარა ქართული ოცნება რომელიც შეურაცხყოფა მოგაყენათ ეხა სხვა თუ არაფერი გატყუებდათ გაშინებდათ არარსებული შიშებით ან აირჩიოთ გამდიდრება და სამართლიანობა. მე მგონი ძალიან გასაგები არჩევანი.